რა თქმა უნდა, თეორიულ ფიზიკას ტყუილად არ ქვია თეორიული. ყველა მისი მიღწევა არსებობს მხოლოდ ფურცელზე. იმისათვის, რომ აეხსნათ თუ რატომ მოძრაობთ ჩვენ მხოლოდ სამ განზომილებაში, მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ დანარჩენ უბედურ განზომილებებს მოუწიათ ჩახლართვა კომპაქტურ სფეროებში, კვანტურ დონეზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესენი არიან არა სფეროები, არამედ კალაბიაუს სივრცე. ეს ისეთი სამგანზომილებიანი ფიგურებია, რომელთა შიგნითაც არსებობს თავისებური სტრუქტურა, საკუთარი განზომილებებით. მრავალსახეობის მსგავსი ორგანზომილებიანი პროექცია ასეთნაირად გამოიყურება. 1995 წელს მეცნიერმა ედვარდ ვიტენმა ახალი თეორია, ეგრეთ წოდებული M თეორია წამოაყენა, რომელიც ამბობდა, რომ აქამდე არსებული სიმების 5 თეორია სხვადასხვა კუთხით ავსებდნენ ერთმანეთს და საერთო ჯამში ერთადერთ ჭეშმარიტებას M თეორია შეადგენენ, რომელიც საუკეთესოდ აღწერს სიმებს. სამყარო შედგება უთვალავი მატერიალური ნაწილაკისგან, რომელთა სამყაროული ხაზები ხან გადაიხლარდებიან ერთმანეთში და წარმოქმნიან ამა თუ იმ საგანს, ხანაც დაიშლებიან იმისათვის, რომ ახალ კომბინაციებში შექმნან სამყაროს ახალი ობიექტები. დღეს ფიზიკოსები ვსაუბრობთ ტემპორალური დროის არარსებობაზე და მის განფენილ ბუნებაზე. წარსული, აწმყო და მომავალი, როგორც სამყაროში ადგილები. მეოთხე განზომილების სივრცითი მონაკვეთები მუდმივ არსებულად მიიჩნევა, რომელსაც გადის ცნობიერება და ეს გასვლა აღიქმება დროის დინებად. სინამდვილეში დრო არ მიედინება. მისი დინება ილუზია. იგი სამყაროულ ხაზზე ცნობიერების მოძრაობის ეფექტია. სინამდვილეში მის მაგივრად გვაქვს მეოთხე განზომილებაში მუდმივი მოძრაობა, კოორდინატის მუდმივი გადაადგილება. გადაადგილდება მთლიანი საკოორდინატო სისტემა. თეორეტიკოსი ფიზიკოსების ყველაზე დიდი ამოცანაა გააერთიანონ ბუნებაში არსებული ყველა ფუნდამენტალური ურთიერთქმედება: გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, სუსტი და ძლიერი. ეს ყველაფერი გააერთიანონ ერთ თეორიაში. სუპერსიმების თეორია პრეტენზიას აცხადებს იყოს ყველაფრის თეორია.